მეცხრე არსზე გავრცელებული კადრების შემდეგ ყველაზე მეტად პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეშინებული. დღეს დილიდან გლდანის ციხესთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბუნებრივია მათ აღელვებთ თავიანთი ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მალხა შკადუა იმყოფება. ბოლო ინფორმაციას მისგან შევიტყოთ მალხა საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა სოფო კიდევ ერთხელ ჩვენ გავაწვდით უახლეს ინფორმაციას მაყურებელს. რამდენიმე წუთის წინ სასჯელ ასრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მივიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, როგორც თქვენთვის ცნობილია პრეზიდენტის ბრძანებით ისინი შეცვლიან იმ სასჯელ ასრულების თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ შემზარავ ფაქტებში, რომელიც გავრცელდა მეცხრე არხის საშუალებით. ეს ამ ადამიანებმა, რომლებიც შეცვალეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, უკვე დატოვეს ტერიტორია, ისინი გააცილეს სპეციალური სასჯელ ასრულების დეპარტამენტის მანქანით, რასაც მოყვა გარკვეულწილად შეძახილები და საპროტესტო გამოხატულებები პატიმართა ოჯახების მხრიდან. თქვენ შესაძლოა სწორედ ამ კადრებს ხედავთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს როგორც ერთხელ უკვე გითხარით პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომელმაც განკარგულება გასცა იმის თაობაზე, რომ დროებით მაინც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჩაენაცვლებინათ სასჯელ ასრულების დაწესებულებაში, ამ კონკრეტულ დაწესებულებაში მათი ძველი თანამშრომლები. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ მანამდე რაც ხდებოდა ამ ტერიტორიაზე, საათების განმავლობაში გრძელდებოდა რიგი იმ პატიმრების ახლობლებისა და მშობლებისა, რომელთაც სურდათ თავიანთ ახლობლებთან შესვლა დაკავშირება. დაახლოებით დღეს 4 საათისთვის გახდა ცნობილი, რომ რიგარეში პაიმრის საშუალება მისცეს როგორც უკვე მსჯავრდებულ და ასევე განსასჯელი პატიმრების ახლობლებს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ელოდებიან თავიანთ რიგს. მე შესაძლოა თქვენ ხედავთ კიდევაც ჩემს ზურგს უკან სპეციალურ შენობას, საიდანაც რეგისტრაცია ამ ადამიანებისა და უკვე ისინი აქედან გადადიან სასჯელ ასრულების შენობაში და აქვთ საშუალება მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები. ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც უკვე მოინახულეს პატიმრები. ისინი ამბობენ, რომ გარკვეული შიშის ფაქტორი ბუნებრივია არსებობს პატიმრებში, მით უმეტეს, რომ მათ ბოლო 2 დღის განმავლობაში არ აქვთ ინფორმაციის არანაირი წყარო. საუბარი არ არის გაზეთს და სხვა რამე გამოცემაზე, საუბარია რადიოზე, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილი არის პატიმრობის ადგილებში დაშვებული არის. 2 დღის განმავლობაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმი და გარკვეული დაძაბულობა შიშის ფაქტორს უფრო მეტად უღვიძებს პატიმრებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ გლდანის მერვე საპყრობილის შენობიდან. და ნაცემია ჩემი შვილი და ეგ თავები სულ ამოტეხილები და ეგ თმა არ ამოუდის იმ თმებზე იმაზე უკვე ნაცემი ამაში სულ წვეტიანი ტუფლები მირტყესო. ბევრჯერ მოვკვდი და გავიცი რამ გამაცოცხლა და ჯანმრთელი ალბათ რო გავჩდი, იმიტომ ძალიან შემაშფეთებული ფაქტი მოხდა და ამ ფაქტების ირგვლივ მე ადრე თქონდა გაცხადებული სხვადასხვა სისტემებში, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ქონია. იმიტომ რომ არ იყო გახმაურებული, დამალული იყო. ნუ რაც კეთდება ეს არის ძალიან დასაძრახი. ესეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. კი, ცემა და იმას გაუძლებს კაცი, ქართველი კაცის და მით უმეტეს ყველა. მაგრამ აი ეს ფაქტები რაც მოხდა, უშუალოდ გაუპატიურების ფაქტები და რაც ეს არის სინდის ნამუსის საყრა და ფაქტობრივად ისინი რომ დაუბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რიტმს, რანაირი სახელით უნდა იცხოვრონ. ციხეში პატიმრებს აქვთ ყველა პირობა ჩამორთმეული, თურმე სიცოცხლის უფლებაც ჩამორთმეული აქვთ და მათ სიკვდილიც კი გაუმწარეს და ისეთი მეთოდებით ეპყრობიან მათ, რომ ალბათ ნაცისტებსაც შეშურდებოდათ. ესეთი საქართველო ჩვენ არ გვინდა, ისინი ჩვენი შვილები არიან, ჩვენი ძმები არიან, ჩვენი მამები არიან და ეხლა თუ ჩვენ ქართველები გავჩერდით, ეს სისხლიანი ხელები ყველა ოჯახში შევა. და პატიმრების ოჯახის ახლობლებს მისცემდნენ მათი ნახვის საშუალებას. რამდენიმე საათის წინ აქ მოვიდა შოთა უტიაშვილი, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი და მთავარი ფიგურა, პრინციპში შეიძლება ითქვას. ის ამ წუთებშიც იმყოფება სასჯელ ასრულების დეპარტამენტის შენობის ეზოში, სხვა ადამიანებთან ერთად. არც შოთა უტიაშვილს და არც მის თანხმლებს, სხვა პირს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და არც პატიმრების ოჯახის წევრებს დალაპარაკებია. რაც შეეხება ვითარებას, რამდენიმე საათის წინ თქვენ ნახეთ ჩვენს ეთერში კადრები, როცა მშობლები და პატიმრების ახლობლები ლამობდნენ შესვლას ეზოში. მათ გარკვეულწილად ძალაც კი გამოიყენეს იმისთვის, რომ კარი შეენგრიათ სასჯელ ასრულების დაწესებულების ეზოში და შესულიყვნენ, თუმცა თავად იმ პირებმა, რომლებიც შეიძლება ითქვას ორგანიზატორები არიან ამ აქციისას, მათ საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ესკალაციით დასრულებულიყო, რაც თავისთავად აისახებოდა პატიმრების მდგომარეობაზე. ჩვენ საშუალება გვქონდა ჩაგვეწერა ასევე თამაზ
თამაზაშვილის მოძღვარი, რომელიც პერიოდულად მოინახულებს ხოლმე პატიმარს, როგორც მამა გრიგოლმა ჩვენ გაგვიცხადა, თამაზ თამაზაშვილი შეიძლება ითქვას არის შოკირებულ მდგომარეობაში, მას არაფერი ცოდა იმ კადრების შესახებ, რომელიც გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე ამ უწყებამ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მას ბრალი დასდო იმაში, რომ თითქოს ის ფულადი მოსყიდვის მიზნით ამ კადრებს აღებინებდა თავად სასჯელ აღსრულების თანამშრომლებს და უკვე შემდგომ ეს ვიდეო უნდა გავრცელებულიყო ფულადი სახსრების სანაცვლოდ ვიდეო ინტერნეტ ქსელში. ჩვენ შეგვიძლია მამა გრიგოლის კომენტარის მოკლე მონაკვეთი მოგასმენინოთ. მე როგორც თამაზაშვილის მოძღვარი მოვინახულე ამ მდგომარეობაშია, ჯანმრთელად არის. ნახე აგრეთვე გორელი რამდენიმე პატიმარი. შეშინებულია ხალხი, შეშინებულები არიან. აშკარაა რომ რაღაც გავლენა არის. არანაირად არ აღიარებს, არც არაფერი არ იცის ამის შესახებ. მე მგონი ჩვენიდან გაიგო ეს ყველაფერი, მანამდე ჩემამდე იყვნენ ადვოკატები და მათ უთხრეს. თორე ინფორმაცია არ აქვს ზუსტად რას ამბობენ გარეთ. და მასთან უნდა შესულიყო გამომძიებელი ამ საკითხთან დაკავშირებით და აღარ შესულა ეთყობა, უკვე მიხვდნენ რომ არაფერი შუაში არის. მე როგორც მოძღვარი, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ და ვაღიარებ იმას, რომ თამაზი არის, რომელიც ერთ-ერთი ყველა გაჭირვების ჟამს გინდათ აფხაზეთის ომი, სამაჩაბლო, მხედრიონელებთან დამოკიდებულება, პეტრეცისკარიშვილის დაკავება და გადაცება კუსტბიდან დაკავშირებულია, რომელიც აქტიურად იყო ჩამბული თამაზ თამაზაშვილი და მისი დამსახურებაა, რომ იგი მშვიდობით გამოვიდა პანგისის ხეობიდან ცისკარიშვილი. მე მინდა შევახსენო და მან მადლობა მოუხატოს კიდევ ერთხელ ბატონ თამაზის. მამა გრიგოლი ერთადერთი სასულიერო პირი არ ყოფილა დღეს გდანის მერვე საპატიმროსთან. აქ იყო მამა ტარიელ სიკინჭილაშვილის, რომელიც გახლავთ ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მან გარკვეულწილად მოუწოდა მშობლებს, რომ არა შიმშილობისკენ, არამედ ლოცვისკენ და მარხვისკენ, იმდენად ამერადაც იფიქრა, რომ შიმშილობით ვერაფერს არ გებდნენ საკუთარ პატიმრებს. აქ ასევე გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც. ინგა გრიგოლიამ დღეს საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ის წყვეტს საარჩევნო კამპანიას და ვიდრე არ მოგვარდება პატიმრების პრობლემა, ის არ გააგრძელებს საკუთარ საარჩევნო კამპანიას. მე მაყურებელს ვეთქვი, ინგა გრიგოლია ქრისტიან დემოკრატებისგან ყრენცი ყრის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გდანის რაიონში. წყვეტს საარჩევნო კამპანიას, იმიტომ რომ ეხა არ არის საარჩევნო კამპანიის დრო და მე ვიდგები აქ ამ ადამიანების გვერდზე. იქამდე ვიდრე ეს მშობლები არ ნახავენ საკუთარ შვილებს, იქამდე ვიდრე ამ მშობლებს არ მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ არიან მათი შვილები. აქცია აქვთ მოშიმშილე დედებს. ანუ შიმშილობენ. ნამდვილად შიმშილით საქმეს არ ეშველებენ. ამიტომ მე მათ ვთხოვე მოუწოდე რომ არა შიმშილე, არამედ ავიღოთ და სალმუნები ვეკითხოთ, სახარება ვეკითხოთ, ამით უფრო შევეწევით ჩვენ შვილებს ვიდრე შიმშილე. ეს გავაკეთოთ არა მარტო დედებმა, აქ ვინც ბრძანდები თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც მართლა სერის საყურებლად არ არის მოსული და ვინც მართლა თანაგზნობისთვის არის მოსული, რომ პატიმრებს უთანაგზნონ და საქართველოს უთანაგზნონ. გარკვეული ინიციატივები გამოითქვა დღეს აქ მოსული მოქალაქეების მხრიდან. ისინი აპირებენ, რომ ხელმოწერები შეაგროვებენ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ზოგადად მოიხსნას არჩევნებიდან. იმდენად რამდენადაც გავრცელებული კადრების შემდეგ ისინი არა მარტო კონკრეტულ ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხს აკენებენ, არამედ მართველი პარტიის პასუხისმგებლობის თემას და კიდევ ერთი ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვისმენდეთ პატიმრების მშობლებისგან ისტორიებს, რომელიც მართალი კითხრა ძალიან შემზარავია. ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ. არავითარი პარტიები აქვს სამოქალაქო საზოგადოება ვიწყებთ ხელმოწერების შეკრებას, რომელსაც შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე მიმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ამ ამბების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა როგორც ფაშისტური ორგანიზაცია მოიხსნას არჩევნებიდან. ყურადღება მოგვაქციონ და ბავშვი ზონაში მარტო მაინც გადამიყვანონ და ცოტა საშუალება მიცენ ბავშვებს ცხოვრების როგორც ძველად გვინახია, როგორც ძველად ხალხს უნახია, ისე პატიმრებმა თავისი საჯელი მოიხადონ, მაგრამ ნორმალურ ფარგლებში როგორც საჭიროა, როგორც კანონია, ისე ფარგლებში. სობა, ასეთია სიტუაცია გდანის მერვე საპატიმროსთან. აქ ჯერ კიდევ აგრძელებენ რეგისტრაციის გავლას პატიმრების ახლობლები. ისინი მათ სურვილი აქვთ, რომ შეხვდეთ საკუთარი ოჯახის წევრებს და დარწმუნდნენ, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე. რა დრომდე გაგრძელდება ვიზიტი და მონახულება და ეს მოკლეხნიანი პაემნები ჩვენთვის უცნობია. ციხის ადმინისტრაციიდან ისევე როგორც ოფიციალური სტრუქტურებიდან ჩვენთვის კომენტარი არავის არ გაუკეთებია.
დიდი მადლობა მალხას პირდაპირ ეთერში მალხას კადოაშ საუბრობდა მე კიდევ ერთხელ შევახსენებ დაძაბულობა ბრდანის ციხესთან დილიდან იყო პატიმართა ოჯახის წევრები და ახლობლები ითხოვდნენ მიეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია დაკავებულების მდგომარეობის შესახებ.